მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები. დღეს შემოვედი ასეთი თემით, გვექნება როგორც ყოველთვის სერიოზული რიტუალი. ეს არის ნახეთ უკვე რომ ძაფი სასაფლაოზეა ნამყოფი, მიწაც სასაფლაოზეა ნამყოფი, მიცვალებულის მიწაშია გახვეული, რუნებზე წევს, რაც საჭიროა. ნიორი ხედავთ, ეს დაფნის ფოთოლი. ეხლა ეს არის უყურეთ ცუდი მეზობლები, ბოროტი მეზობლები პატკლადებს, ვისაც გვიდებენ, უდებენ, კარებზე ჯადოებს, რაღაცებს უსმევენ, ზეთებს და ასე შემდეგ. ეს არის ქალი მეზობელი. ჩატვირთეთ თქვენი მეზობელი. შეგიძლიათ მინიმუმი, კარგად მისმინეთ, თორე არ იმოქმედებს. მინიმუმ 3, 1, 2 ან 3. ეს არის თქვენი კაცი მეზობელი, აქაც მინიმუმ 3 და შეიძლება ეს ახლა წყვილებიც იყვნენ, ხო? ესეც ხდება, ცოლ-ქმარი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ასე შემდეგ. ეს არის ძიავალი, ეშმაკი, დღეს მოვიხმობ ორივე ძალას, თეთრს და შავ ძალებს. წმინდა ნიკოლოზი აი აქ დევს ერთი წუთით. აი აქ როგორც ყოველთვის აქ არის. და ასევე ვთხოვოთ თქვენს მეც და თქვენს გავაძლიეროთ ენერგეტიკა და თქვენს ვთხოვეთ რომ დაგვეხმაროს, რომ რა ძალებზეც მუშაობს, ხო? ეს ქალბატონია თუ ვაჟბატონია, ხო? მოკლედ მეზობელი, კონკრეტულად მეზობელი, ბოროტი მეზობლები, რომ წაიღოს და უკან დაუბრუნდება ავტომატურად თავისი გაკეთებული შავი ნეგატივი. და ეს თვითონ ხო მეზობლებს, ესე იგი, უნდა თქვენი განადგურება, ხო, საერთოდ. ეხლა თვითონ იქნებიან განადგურებულები, მიხვდით, ხო? თემას, ესეთია თემა. დანარჩენი გამზადებულია ყველაფერი, რაც საჭიროა, უკანაც არის რაღაცები, რასაც ვერ ხედავთ და არ უნდა დაინახოთ. ეს იქნება ჩვენი საერთო ესე რა ქვია, აურა და ჩვენი ენერგეტიკები და მინდა გითხრათ ამას რომ ვახვევდი, ვამზადებდი, შუაში გადატყდა, ანუ ეხა ძირი რაზეც დევს და თავშიც მინდა გითხრათ რომ რაღაცა 3 კვირა ძირშიც რო გადატყდა, დიდი ხანი ააკეთებენ, ესე 3 წელი ვიტყვი, შეიძლება მეტიც, ესე შეიძლება 3 დღეც იყოს, არ გამოვრიცხავ, მიხვდით, ხო? ესეც მიჩვენა. ხო, დანარჩენი რა? თეთრი ძაფი იქ არის, ეს თვითონ სანთლებიც იქ არის ნამყოფი და ასე შემდეგ. აქ მე ლოცვების გარეშე ეხლა აღარ წავიკითხავ არანაირ ლოცვას, იმიტომ და აქ მე ესე ვისავერთი წუთით. უკვე ისეთი ლოცვა არ ქვია ამას ზაგავორი რა, აი რომ წაიკითხავ რაღაცებს, დააკითხავ რა. თვითონ ხო კითხულობენ ჩვენზე შავ ლოცვებს, ხო? ხო და მეც ესე წავიკითხე, სერიოზული დატვირთვაა და მინდა გითხრათ, რომ 2 თვე ნახევარი დევს ეს ვოლტი. ჩემთვისაც ვიმზადებდი, რა თქმა უნდა. აქ არ არის უბრალო მარილი, არ ვიტყვი. და ისეთი რუნები მაქვს შერჩეული, რომ ავტომატურად ბუმერანგი წავა და საშინელ დღეში აღმოჩნდება. მარტო თვითონ კი არა. თავისი ოჯახის წევრები, თავისი შვილები და ასე შემდეგ. როგორც კი აი ამ რიტუალს უყურებთ, აი იმ წუთით
ხუთიდანვე გააქტიურდება, როგორც კი ჩართავთ და ძალიან მალე შეიძლება იმ დღესვე, იმ ღამესვე რაღაცა საშინელება დაემართოს, შეიძლება საავადმყოფოში აღმოჩნდეს, მიხვდით ხო? ნუ ყველაფერი არ დავიშურე, არც ჩემთვის და არც თქვენთვის, ჩვენი მეზობლების, ესე ძალიან რო ვუყვარვართ. მეც ჩვენ სიყვარულით გაუგზავნოთ, ხო, ეს უკან, რა თქმა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. ხო. სასაცილო ხალხი რო არა. და კიდე როგორც ხო არის გვერდზე იმაში ერთ სადარბაზოზე ერთ აქეთ იქით სახლები ხო არის ესე იგი კერძო სახლები მიწასთან რო ან შიგნით ან რაღაცას გადმოგიგდებენ წაგისმევენ ნუ ყველაფერი არის ჩათვლილი გოგოებო ბიჭებო და გათვლილი აი ესე მინდა გითხრათ ერთი წუთით, ბოდიში ხელი გამოჩნდება. ხო, აქ არის კიდე ეს ჩემი სანთელი, რომელიც საჭიროა, რომელიც უნდა იყოს და ასე შემდეგ, ხო? ყველაფერი ვთქვი. ეხლა აი ამ ვოლტს აი ესე ჩაიფიქრეთ თქვენი მეზობელი 3 აი სახე თუ იცით მისი წარმოიდგინეთ ეგ ადამიანები, წარმოიდგინეთ და მოდი ეხა ჩვენ მეზობლებს ესე გადაუგრიხოთ ხელები ესე, ოპა. ესე, ოპა, რომელი ხელებითაც ზოგი ცაცია, ზოგი მემარჯვენეა. ნუყურეთ ოპა, თავი მოუგრიხოთ, აი ესე, ფეხებიც აი ესე მოუგრიხოთ, არ დავინანოთ, ხო, აი ესე, ოპა, აი ესე, ჩვენს მეზობლებს, თუ გინდა ტანით შემოუგრიხოთ, შემოუგრიხეთ. თქვენ ხო არ იცით, უკვე იცით ხო რეები და რაღაცები აქვს ჩარჭობილი, ერთ წუთი გამოძვრა, ჩაურჭო. არ შეიძლება ისე, არ მენანება. აი ასე. ხო, ეხლა ჩემო კარგებო, დავიწყოთ, ხო, დავიწყოთ. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. ნახეთ უკვე თავშივე გაშავდა, ხედავთ? კარგ დროს გავაკეთე. კარგ დროს გავაკეთე. მე ხა გავააქტიურებ რუნებს. რუნების ღმერთს მოვიხმობ, ვააქტიურებ ყველა რუნას, რაც მე აქ ჩავიფიქრე, რაც მე აქ დავსახე. ჩემი კეთილსინდისიერი გამომწერებისთვის, რომ ზიანი დაუზიანებლად ჩემი და ჩემი გამომწერების და ჯანმრთელობაზე დაუზიანებლად ჩემი და ჩემი კეთილსინდისიერი გამომწერების ჯანმრთელობა, ფინანსები, ჩემი და ჩემი კეთილსინდისიერი გამომწერების დაუზიანებლად მათი შვილებისთვის, რომ ესე ვააქტიურებ, ხო? ეხლა ჩემო კარგებო, დავიწყოთ, ხო, რა თქმა უნდა, დავიწყოთ ამას საწყალს, რომ აღარ გაუხარია და მაქსიმალურად მოინდომეთ, რომ იფიქრეთ თქვენს მტერზე, მე აქ ერთი ცალი კარგად დავამზადე, 2 თვე ნახევარი, ეს რას ნიშნავს? რომ 2 კი არა და უკვე მესამე ახალი მთვარეობა, სავსე მთვარეობა გამოიარა, მიხვდით ხო თემას? კარგად არის დამუშავებული, რომ აღარ გაუხარია მეგობრებო. თავისი ავადმყოფობები,
თავისი სიკვდილზე გაკეთებული ჯადოები, თავისი მოლასთან, ხოჯასთან, ჩორნე ვეძმასთან, ტაროლოგებთან, მიხვდით ხო, რომ აი რასაც კი უკვეთავდა ჩემზე, თქვენზე, რასაც კი შავი წიგნებიდან კითხულობდნენ, ხო? მერე მოქონდა და ჩვენი სახლის კარების ზღურბლზე შავ მიწას, საფლავის მიწას, მიცვალებულის მიწას გვიყრიდა, მარილს გვიყრიდა, ხო? ყველაფერი აქ ჩავაქსოვოთ. აი ამ ყველაფერს ვუგზავნი უკან. ოხოხო, რუნები გააქტიურდა. მე აქ მოწვეული მყავს თეთრი და შავი ძალები, დაგვეხმარებიან, ანგელოზები, ჩემი წინაპრები, ასევე შავი ძალები. თხოვეთ თქვენც, თხოვეთ, ვინც მე მიცნობთ, იცით რომ მე მუშაობ, როცა საჭიროა შავ ძალებზეც, იმიტომ რომ ბუმერანგი, რომ თხოვთ ხოლმე ნინია ესე, აი გიკეთებთ მარტო თეთრი ძალებით და მარტო რუნებით არ გამოვა, მიხვდით ხო? რაზეც არის ნამუშევარი რუნებზე მაგალითად, ხო? ჩვენი მეზობლისგან, მეზობლებისგან, კაცისგან, ქალისგან, მოხუცისგან, ახალგაზრდასგან, შეუღებავი თმისგან თუ ბუნებრივი თმიანისგან, ხო? აი ამ ყველაფერს, ესე იგი, დაუბრუნოთ უკან, ეს ფეხი მინდა უკან, ესე ამოვატრიალო. დაუბრუნოთ უკან აბსოლუტურად ყველაფერი, რაც წაიკითხეს, რასაც საფლავებზე, ჩვენს ოჯახებზე კითხულობდნენ, შვილებზე, წარუმატებლობაზე, ფინანსების მოპარვაზე კრადნიკებს რო აკეთებენ, ხო? აი ეს ყველაფერი უკან დაუბრუნოთ, მეგობრებო, უკან დაუბრუნოთ. ნუ მე როგორც ყოველთვის კოცონი მაქვს, ხო, კორპუსში. უყურეთ რა დღეშია. აი ასე. ეხა უყურეთ, აი ეს არის. უყურეთ. აი აქ თქვენი პრობლემები, რასაც გვიკეთებდნენ, ხო? აი აქ ოხოხო, მარილი ისვრის, ყველაფერი ისვრის. ნუ როგორც ყოველთვის ჩემთან კოცონია, ხო? ჩემი ძალებისგან. აი აქ ესე იგი ავიღებ აქედან. აი ესე და აი აქ დავაწვეთებ. უყურეთ, ჩვენი პრობლემები, რაც ჩვენ შეგვიქმნეს. აი აქ. აი ესე დავაწვეთებ. ეხლა გავააქტიურებ აი ამ სანთლებს, უკაცრავად ხელი. აბა რა ვქნა, როგორ გავააქტიურო, დავიწვევი, იცით მე. მოდით აი ეს ცოტა ხანი გაუძელით, გავააქტიურებ, ხო? გავააქტიურებ. ნახეთ რა კარგად იწვის, კარგად იწვის ძალიან. უკაცრავად ხელისთვის, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. ოხოხო, როგორ იწვის, მე აქ ფანჯრის გამოღება დამჭირდება. კი მივიღე ზომები, ჩვენი აურა გავააქტიურო, გაიწმინდოს. ეს სანთლებიც დიდი ხანია დამუშავებული მაქვს უკვე მე. გეშინიათ აქ ვითვალისწინებ ყველაფერს. აჰა. საახალწლოდ რა გინდათ, უბორკას გავაკეთებ. აჰა. უყურეთ. უჭერს, ნახეთ, ხო გითხარით? ძალიან, ესე იგი, გვებრძვიან და თქვენც ჩანს, რომ გებრძვიან, მეგობრებო, ძალიან გებრძვიან.
მე შემიძლია ამითაც გავა აქტიურო. უკვე შემიძლია. ოპა, როგორ ისვრის. ძალიან ისვრის მეგობრებო და დაგეწევათ ნინია. დაგეწევათ ნინია. ოპა. ნახეთ როგორ ისვრის, ყველა მხარეზე იწვის ხალხნო. ესეთი რაღაცა მე არ გამიგია, ნახეთ. მთელი ძალები როგორ იბრძვიან, ნუ აქ მე კიდე რაღაცეები მაქვს ჩადებული. არ დავიშურე, არა. არ დავიშურე, არც ჩემთვის და არც თქვენთვის. ოპა, როგორ მესვრიან, მეგობრებო. მესვრიან. გავიწიო უკან. მარილი იწვის ხალხნო, ფოლგა იწვის, მიწა იწვის. ხედავთ, ესეთი რაღაცა მე, არ ვიცი, ჩემთან სულ ეს ხდება. კრებო, რო გაინტერესებთ როგორ ვარ, ხო ხედავთ არა, რომ თქვენი ჯადოები ჩემზე არ მოქმედებს და უკან გიბრუნდებათ. პირიქით ძალებს მმატებთ მე თქვენ. ძალებს მმატებთ. ცდილობენ, რომ არ დავეხმარო ხალხს, მაგრამ ნუ რას უკაცრავად. მაინც დავეხმარები, იმიტომ რომ კიდე ვერ გაიგეთ, რომ არ უნდა შემეხოთ, არ შეიძლება ჩემთან დაპირისპირება. არ შეიძლება. უკან მოგდით ყველაფერი, ხო ხედავთ? ოპა, მეგობრებო, ოპა, ესე ავწევ. უკვე შეიძლება, მეგობრებო. ოპა, როგორ ისვრის. ოპა, ოხოხო. так, მეგობრებო, მე ახლა ერთი წუთით ჩემო გოგოებო და ბიჭებო. ერთი წუთით აქ უკვე გამზადებულია ყველაფერი და შემიძლია უკვე ნახეთ რეები მოხდა სასწაული, ორი ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა და ასე შემდეგ, რომ გამოიარა. ხედავთ, რეები მოხდა ხალხნო. რა ძალაა, მადლობა ძალებს. ნახეთ, კიდე არ ქრება. კიდე არ ქრება. ნახეთ, რეები ხდება ხალხნო, თქვენ თვალწინ ფოლგა იწვის. თქვენ თვალწინ, მეგობრებო. თქვენ თვალწინ. ხედავთ, რეები ხდება? სასწაულები ხდება, მოკლედ, სასწაულები. კიდე ისვრის. ესეც მივაყოლოთ, ხო? ეს მივაყოლოთ. ეს ნახეთ, რა ძალით ამუშავდა. ხალხნო, კიდე იწვის, ხალხნო, ხედავთ, რომ იწვის? კიდე იწვის, ხედავთ? ხალხნო, კიდე იწვის. დაწყნარდი, დამშვიდდი. ხედავთ, რეები მოხდა, მეგობრებო. ხალხნო, ფოლგა იწვის. ესეთი რაღაცა მე არ გამიგია. ხედავთ, რეები აქვთ გაკეთებული. ხედავთ? ყველაფერი ცუდი რეები აქვთ გაკეთებული, ხედავთ, მეგობრებო? აი, თურმე რეები ქონიათ გაკეთებული. კარგ დროს გავაკეთე მე ახლა ეს ყველაფერი. კარგ დროს. ხედავთ, რეები მოხდა. რეები მოხდა. ხო ხედავთ არა?
ხედავთ რეები მოხდა მეგობრებო, ესეც ამას ჩვენ არ გვინდა, ამათ გაუმზადე. ხედავთ მეგობრებო, რეები ხდება, ეს სანთელი კარგად იწვის, მე ესე ზემოდან დავამუშავებ, საწავიე, ჩემი ჩანგალი დავამუშავებ. ჯერდა ხალხნო, ეგეთი რაღაც არ მინახია მე. ეგეთი რაღაც არ მინახია. დაწყნარდი, დამშვიდდი. თქვენიანი ვარ. ნახეთ ხალხნო, ნახეთ. ნახეთ მეგობრებო. რა დღეშია თქვენი და ჩემი მტრები, მეზობლები, ნახეთ. ყველაფერი უკან გაუბრუნდათ. ოპა, ძალიან მოვინდომე და ძალიან მოვინდომე. ნახეთ რეები ხდება ხალხნო, ხუმრობის გარეშე. ხედავთ რეები ხდება? სად არის ფიზიკის კანონი? იწვის. ესე იგი, უკვე შევიდა იმაში მოქმედებაში, მიხვდით? უკვე შევიდა მოქმედებაში. ეს ნაძირლები. მადლობა რუნების სტავს, წყობას, მადლობა თეთრ და შავ ძალებს გთხოვთ, იპოვეთ აი ეს ჩაფიქრებული ჩემგან და ჩემი გამომწერებისგან ეს ადამიანები და მეზობლები და დასაჯეთ მკაცრად, სამართლიანად და ძალიან სწრაფად და თავიანთი ნაგავი ჯადოები სიკვდილზე, ჯადოები სასაფლაოზე, კრადნიკები, რასაც მე და ჩემს კეთილსინდისიერ გამომწერებს პარავენ, აი ჩვენთან წამოვა ეხლა, აი ეს რო არის, აი ეს. ნახეთ აქეთ როგორ წამოვიდა, ხედავთ აქეთ? ნაძირლები ესენი თქვენ ოჯახებში დაბრუნდება. საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, იქ წავიდეს. უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ამინ. ნახეთ? ნუ ეს ხო ახლა მიცვალებულზე მაქვს მეც ყველაფერი მიცვალებულზე. ნახეთ, რეები ხდება. თქვენ ძალებსაც ვგრძნობ, გოგოებო, ბიჭებო. ოხო, როგორ იწვის. ვგრძნობ. თქვენს ენერგეტიკას, რომ მონდომებული ხართ, თქვენ ხო არიცით აქ მე რეები მაქვს წაკითხული. ერთი-ერთში უფალოგთ ხო? ჩემო დამხმარო ძალებო, ვინც მე ეს ძალა მომეცით. ჩემო წინაპრებო, ანგელოზებო, წმინდა ნიკოლოზო, სასწაულმოქმედო. ეშმაკო, ძიავალგთ ხო, შავო ძალებო, მაღალო ინსტანციებო. მოგვეხმარეთ.
დაგვეხმარეთ, აღასრულეთ სამართალი, დასაჯეთ, მოძებნეთ ეს ადამიანები და დასაჯეთ ოჯახებიანად, შვილებიანად, შვილიშვილებიანად. ეხლა ესენი დარჩებიან ჩვენი მეზობლები უსამსახუროდ ფულის გარეშე, კლიენტურას გარეშე, ჯანმრთელობის გარეშე. ანუ ყველაფერი გავითვალისწინე რა, გოგოებო, ბიჭებო, ქალბატონებო, ვაჟბატონებო, მიხდით ხო? სასტრაფოზე მოდიოდეს, ამინ და იყოს ამინ, როგორც თქვი, ასეც იქნება და ასეც არის. უკუნითი უკუნისამდე. არ გაიხაროთ ნაგვებო. ვის პარავთ თქვენ, ვის? შურიანებო. თქვენს სიბოროტეში ჩაიხრჩვით და თქვენს სიძულვილში და შურში ჩაიხრჩვით. თქვენივე შურში დაიხრჩვით. ამინ. რო ვეღარ ამოისუნთქოთ. აქ არის როცა ადამიანს ძინავს, ჯადოქრული საათები არის, მაგიური საათები, ძილში რო გიკეთებენ, გაჭმევენ, გაწვდიან რაღაცას, გასმევენ. აი ეგეც არის ჩაქსოვილი. ეხლა თვითონ ვეღარ დაიძინებენ. აღარ ექნებათ ძილი, აღარ ექნებათ არაფერი კარგი. თავიანთი შვილები, შვილიშვილები. აბა, მე ესეთი კეთილი ვარ, აბა. როცა აი ესეთ რაღაცას გველი, ნახეთ ეს თოკი როგორ ავიდა, სანთლის თოკი. გველი, რაღა არის აქ, რაღა, აი კარგად მინდა გადავამოწმო. ეს მინდა რომ თქვენთან ერთად დაიწვას ყველაფერი, მიხდით ხო? აი ყველანაირი ბალანსი როა დარღვეული მაგიის წესებში და აი ეს ვირთხები, ესენი ეს ვირთხები, ჩასაფრებული მეზობლები, გლაზოკიდან რო იყურებიან, ხო ხდებით არა? აი და მოკლედ რა, ყველაფერი. აბა, ნახო, გადავამოწმო. ძაფები მინდა ეს სასაფლაოს ეს დაიწვას. ნახეთ, რეები ხდება ხალხნა. всё. აქ ნახშირია უკვე. უხტი. მყურეშენ. ნახე როგორ ჭიდაობს, რამდენი მიწა წავიდა რა არის, ესე არ მოიგოს. უხტი. ოი, მეგობრებო, ახლა ცოტა მოვიწევი წინ. ნუ აქ იყო რაღაცა საშინელება იყო. იმათთვის საშინელება, ხო? იმათთვის საშინელება იყო. მეგობრებო, დავოპეჩოტოთ, ხო? თვითონ წაიღონ, ხო? თავიანთი ნაგავი. ყველაფერი რაც გააკეთეს, თვითონ წაიღონ. თავიანთ ჯანში მოიხმარონ, თავიანთ შვილებში, შვილიშვილებში მოიხმარონ, ჩვენ არ გჭირდება. ხო, მეგობრებო,
რამე ხო არ დამავიწყდა, იმიტომ რომ აქ ისეთი შეჭიდება იყო. მე ხა ყველაფერს არ გეუბნებით ხოლმე, მე რა გრძნობები და შეგრძნებები მაქვს აქ მიხდით ხო? სერიოზული ჭიდაობა მიხდება თითოეულ რიტუალზე და ამაზე ხო საერთოდ ესეთ რაღაცეებზე ხო საერთოდ ესეთ რაღაცეებზე ხო საერთოდ აი ესე მოხდა მეგობრებო მე ხლა უი ნახეთ იქეთ დაიწვა ხალხო წმინდა გიორგის წაეკიდა წმინდა გიორგის ღმერთო მიშველე ამინ მე ხლა მეგობრებო ერთ რაღაცას გავაკეთებ აქ სერიოზული ომი მიმდინარეობს მოდით მე ხა იცით რას ვიზა ციცუცით აი თუ ესე ჩაგეხუტეთ უკაცრავად ესე მიყვარხართ უყურეთ არ ვიცი რად რო გავიდა, მაგრამ ამას უნდა უყუროთ. სიამოვნებით უნდა უყუროთ. ნახეთ რეები მოხდა აქაც სანთელზე, უყურეთ. სერიოზული ჭიდაობა მოხდა. აჰა, ქალს წაუვიდა, პირველი ქალი გადმოყირავდა, ნახეთ? ქალი გადმოყირავდა, გასაგებია. ქალბატონი გადმოყირავდა, მეგობრებო, ქალბატონი გადმოყირავდა. წმინდა გიორგის მადლი შეგვეწიოს. უკან რეები მოხდა, იცით? აი ყველაფერი გადმოყირავდა, აბსოლუტურად ყველაფერი გადმოყირავდა. წმინდა ნიკოლოზი აქ აყვავს. ოხოხო, როგორ მაკანკალებს, რო იცოდეთ? ოხოხო, ეხა ესე წრეში შემოვიყვანო. წრეში აი ესე დავდო იქეთ. ეხა მე მაინტერესებს როგორ ჩაიარა ცოტა აბა ვნახოთ წრეში ეს რო დაინახოთ ეს ვაჟბატონი. აი ასე, როგორ ჩაიარა ვნახოთ აბა ახლა. ნახეთ. ოხოხო. იმედია აქ სულ მარილებია, ნუ მე კი გავითვალისწინე, მაგრამ და სულ ემასაკნამ კარტებს ტაროებს
აქ ახლა ჩვენ ვიწმინდებით, ჩვენი აურა, ჯანმრთელობა, მეგობრებო. აბა ამ ქალბატონს რო გადმოყირავდა მეზობელს, უკანვე მიუბრუნდა, იმედგაცრუებული, გაცამტვერებული, ილუზიებში დარჩა, რასაც ფიქრობდა ჩვენზე ხო თქვი ქალბატონი, აჰათ, რასაც ფიქრობდა, გამზადებული ქონდა, სურვილი ქონდა დიდი ხნის განადგურების მიხვდით და აგე ბიჭი ყავს, შვილი ყავს, ან ახალგაზრდა შეიძლება ბიჭია ეს მაგისი არ გამოვრიცხავ, კი და ახალ ამბებს შეესახლა პაჟები, პატარა მასტები ინფორმაციასაც ნიშნავს ესეთ სიტუაციაში მიხვდით ხო? აჰა, კიდე ქალი ამოვიდა, უყურეთ. ეს სიყვარულზე ერთი საპერნიცა დაგიფიქსირდათ, ნახეთ. კი, აქ წყვილი დაფიქსირდა, ნახეთ, წყვილი. აი, წყვილი დაფიქსირდა, ხედავთ, თასების. ეს საპერნიცა ამოვიდა, საპერნიცა. კი, მარტო მუშაობს, ძალიან ეგონა რომ არა, შაბაშზე მუშაობს, შაბაშზე მუშაობს. აი, დღესაც შეიძლება შვილი ყავს, მიხვდით ხო? ან თქვენი ენერგიების გადაზიდვა უნდა და ოჯახში ბრძოლა, ეხა თვითონ ექნება. ხო თქვი ბალანსი ამეთქი ყველაფერში დაკარგული. თან თავს იცავდა, ჯადოებს აკეთებდა ოჯახზე. ეთქობა მეზობელს უნდა რომ გადასულიყავით. კი. და თვითონ დაესადგურებინა ეს თავისი მიეტაცა, ეს თუ მიწები გაქვთ და დაჩები და კერძო სახლები ამ შემთხვევაშიც და თუ არა და უძრავ ქონებაზეა მაინც კორპუსშიც კი, გამარჯვება უნდა და ნამდვილად ფიქრობდა რომ უკვე მივაღწიეო, მაგრამ ნუ გეშინიათ გაუჩერდა თავისი გამარჯვება შეჩერდა. და ეხა ელოდება სიტუაციას, კიდე ქალი, იმპერატორი, ხო, აი კრადნიკები და იზოლაციაში გამყოფებდათ, ჯადოებს გიკეთებდათ თქვენს ფორტუნაზე, შეიძლება ვისაც შეიძლება დავაც გაქვთ რაღაცაზე, მაგრამ აქ სიყვარულია, სიყვარულზეა ძალაობა, მიხვდით? სიყვარულზე, ზოგი ინტერნეტით, ზოგი შორიდან, მაგრამ ყველაფერი გაუცრუდათ, უყურეთ, ფინანსებში, ყველაფერში, ნახეთ, აი, რა სიტუაცია, აი უკვე თვითონვე ჩაწვევიან აი ამ რაღაცაში, აბა კიდეოდ არის თქმა უნდა კიდე. აი ეხლა გაიწმინდეთ მე და თქვენ ნახეთ, გავიწმინდეთ და ეხლა რაზეც ვიმუშავეთ, უყურეთ და ინტერნეტით ინფორმაცია მიიღეთ, ხო, ახალ ნაბიჯებს გადავდგავთ, კიდე ჩვენ, უკვე სწრაფად, აი, ნახეთ გოგოებო, გამოვედით აი ამ ჯადოზე, ფინანსებზე გამოვედით, მოიხსნა ეს ფინანსური ღატაკობაზე რო იყო და ჩვენ ფინანსებს რო იტაცებდნენ, მიხვდით? ეს ქალბატონი და ვაჟბატონი. კი, ნახეთ, ესე იგი გულის ტკივილი, ღალატი, გასხვისება, გაუცხოება ოჯახში, შეუსიამოვნება, გადურაკება უნდათ. ეს არის საპერნიცაც ფიქსირდება, მეგობრებო, საპერნიცაც ფიქსირდება. კი, ახალგაზრდა ბიჭი, შეიძლება მამაშვილი ან ერთად ცხოვრობენ ერთ სახლში. მოკლედ, ესე იგი 4 ტუზე ამოვიდა, პიროვნებები ამოვიდნენ, რომელსაც ძალიან დიდი გაურკვევლობა აქვთ, რაშიც ესე იგი ხმლები და ჯოხები ჩაგიყარეს, სერიოზული გაურკვევლობა აქვს. მანქანაზე პრობლემებია, ავარია მოხდება და ბრძოლა მოუწევთ. დამთავრდა მაგათი ყიჟინი და მაგათი პრაზნიკები და გულაობა და ასე შემდეგ. კი, აგე მოუწევთ ურთიერთობაზე სიკვდილი და არ გახარება, არავინ აღარ დაეხმარება, საერთოდ.
შეიძლება სასწრაფო მოვიდეს და ვერ დაეხმაროს, აი ესეთი თემა გათამაშდა, მიხვდით ხო? მიხვდით ხო, ჩემო ლამაზებო? ნუ მე როგორც ყოველთვის ეს სულ ვთხრი ამას, იმის ახალი უნდა შევიძინოთ უკვე მეგობრებო. ახალი უნდა შევიძინოთ. აი ნახეთ როგორი დირკა გაკეთდა, ნახეთ თვალი. აი გლაზოკი მეთქი. აი მოიცადე. აი ჩანს ხო? აი თვალი აი ესე. აი თვალი. გლაზოკში იყურებიან. ოხო როგორ მიუბრუნდა. აბა ეს თუ ისა, ჩაქრა. მოკლედ მეგობრებო, მეტ დროს აღარ წაგართმევთ. იმედია მოგეწონათ. იგრძენით ხო? მე აქ ახლა ისეც უნდა გამეკეთებინა. უბორკას რო ეძახიან საახალწლოდ. თქვენთან არ ვიკარგები, უბრალოდ ძალიან ბევრი შეკვეთები მაქვს, ყველას ჩაწერა მეკითხებიან რიტუალებზე, ვინც რიგს იკავებთ, ხო? ესე იგი წინასწარ არის ჩარიცხვა, თუნდაც რაღაცა ნახევარი მიზერი, რომ მე ვიცოდე, რომ ნამდვილად წმენდებს დაიწყებთ, თორე ისე მე ვერ ჩაგწერთ, ჩემო საყვარლებო, ეს გაითვალისწინეთ, ხო? ამ რიტუალის გამოსასყიდი იქნება 13 ლარი, მეგობრებო, 13 ლარი და მინდა გთხოვოთ, რომ ეს ინდივიდუალურად ჩარიცხოთ, აი დაგროვება და მერე არა, ინდივიდუალურად. უყურეთ, აქ ვირთხა დაფიქსირდა, აქ დაფიქსირდა, აი ეს არის ვირთხა, ნახეთ. რამხელა და კატა კიდე კატა. აი ეს კატა ხო მიდევს მე აქ და ესეც დაფიქსირდა მოцоცხა. ესე იგი ვირთხა რა არის, რო გპარავენ ყველაფერს, ხო? აი ასე გემშვიდობებით, არ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და საახალწლო რიტუალს კიდე ჩაგიტარებთ და გაშლებსაც. მტრები კი ცდილობენ ხელი შემიშალონ, მაგრამ აი მტრებო, აი ეს თქვენ, ჩემგან და ჩემი გამომწერებისგან. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.